Sinan, კარგად ხარ სიყვარულო? არ ვიცი დეფნე. დამიჯერე, არ ვიცი როგორ ვარ. ვიცი, შენი მწუხარება ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ გთხოვ ასეთი ნუ ხარ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ოჯახი ერთად ეჭირა, დედა იყო. ყველაზე მეტად ის ცდილობდა, რომ ჩემი უმაქნისობა დაემალა. ის აღარ არის, მაგრამ მე გყავარ. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. გთხოვ, გაუძალე. ახლა იმის დრო არ არის, რომ დანებდე. კომპანიას რა დაემართება, ასე თუ იქნები. ვურალი დედა შენს ხომ არ გავს, მარტო ვერ გაუმკლავდება კომპანიას. რისი თქმა გინდა დეფნე? რას გეგმავ ასეთ საშინელ დღეს? საყვარელო. დედა შენი არ იყო მთავარი აუქციონერი. ახლა გვენს უნდა მოხვიდე და გეგმა შეადგინო იმისთვის, რომ ის აქციები მიისაკუთრო. ასეთი ქალი როდის გახდი? დედას გარდაცვალებასაც შენ სასარგებლოდ იყენებ. Hazal. კარგად ხარ შვილო? ეს დღეები ჩაივლის. არ ინერვიულო. ამდენი დაკარგული წლების სანაცვლოდ შესანიშნავი დღეები გველოდება. გეფიცები. წავალ უკვე. სასახლეში მელოდებიან. შვილო. მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. არ დაგავეწყდეს. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებული აჯარა ნეთქომის მიერ. სინან, ხელი გამიშვი. რასაც ვაკეთებ ეს იმიტომ, რომ ჩვენზე ვფიქრობ. გაჩუმდი. გაჩუმდი. აღარ გაბედო ხმის ამღება, არ გაბედო. ჩემი ჭრილობა ღრმა არის. შენ სიტყვებზე დაფიქრდი. შენს გარდა აქციებზე არავინ არ ფიქრობს, არავინ. მე მხოლოდ
შენზე ვღელავს სინან. ჩვენი ოჯახი. ჩვენი ოჯახი. არ დაგავიწყდეს დეფნე. ჩემი წყალობით გახდი დემიროღლუ. და თუ მომინდება ამ გვარს წაგართმევ. დაიმახსოვრე. გაიგე. მოვიდი ჰაზალ. მითხარი სასწრაფოდ უნდა შევხვდეთო და დავინტერესდი. კარგად ხარ? გამარჯობა. რამეს დალევ? არა, მადლობა. დღეს დედასთან ვიყავი. მერე მამა მოვიდა. ძმა აზიზი? კარგია. ილაპარაკეთ? ხო. აღარ ვიცი რა გავაკეთო, რაზე ვიფიქრო ქენან. ადრეც ასეთივე იყავი. როცა გამოსავალს ვერ პოულობდი, მაშინვე სანაპიროზე მოდიოდი. შენთან ლაპარაკი იმიტომ მინდა, რომ ჩემი აზრით მამა ჩემს კარგად იცნობს. ახსნა არ არის საჭირო. 1000-ჯერ რომ დამიძახო, 1000-ჯერ ვემოვალ. ქენან, გთხოვ, არ გააგრძელო. კარგი. შენ მითხარი რა უნდა ვილაპარაკო, როცა ასეთ მოწყენილს ხედავ. დედა, მამა, ქალბატონი ჯანანის გარდაცვალება. ამდენი რაღაცა მოხდა. აღარ ვიცი რისი უნდა გამეკვირდეს. სიმართლე გითხრა, ქალბატონი ჯანანის გარდაცვალება მეც მეწყინა. როგორ გაიგე მისი სიკვდილის შესახებ? ლურალთან ერთად გავიგე. რა? მასთან ერთად რატომ იყავი? დამშვიდი ჰაზალ. გავიგეთ გენჯერი სად იმალებოდა. გენჯერი თქვენთან ერთად იყო? არა. ბიჭებმა ის სხვა ადგილას აიყვანეს. მხოლოდ მე და ურალი ვიყავით. რატომ? იქ რატომ წახვედი? მისმინე. ისეთზე არაფერზე არ გვილაპარაკია, რასაც შეიძლება საფრთხე შეექმნა. შენსა და ურალს შორის, თუ ეს გაღელვებს. ურალთან მარტო არ უნდა დარჩენილიყავი. ხოლო დარჩენა კი არა, არც უნდა დალაპარაკებოდი. მისმინე ჰაზალ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო ამ ცხოვრებაში, არასდროს არ დაივიწყო. მე რომც ვიწოდე, შენ არასდროს ჩაგაგდებ საფრთხეში. არავის მივცემ უფლებას გაწყენინონ ისე, როგორც შენ მე მაწყენინე. ასე მისნობა რა? შენ მხოლოდ მე კი არა. იმდენად კარგი ადამიანი ხარ, რომ არავის არ აწყენინებ.
მშვიდად. ნუ გეშინია, მე ვარ. კენან, კარგად ხარ? არა, ძალიან მენატრება დედა. მისი ჩახუტება, მისი ნათქვამი ძვირფასო შვილო. ძალიან მეშინია კენან. მისი სახე რომ დამავიწყდეს, რომ ვეღარ გავიხსენო. იცი, დედამ რომ მიგვატოვა, რამოდენიმე დღე მისაწურში მეძინა. თითქოს მთელი დედამიწის ტვირთი ჩემს ზურგზე იყო. თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ხოლო ჩვენს გვერდით არ გრძნობ მის არ ყოფნის ტკივილს. მაგრამ ჩემს გულში ჯერ კიდევ ძალიან ბნელა. ეს რა არის? მიუხედავად იმისა, რომ დედა შენი აღარ არის, მზად ვარ გავაფერადო და გავამხიარულო შენი ცხოვრება. თავარია შავ-თეთრი ფერების გარდა, ცისფერის გაგახსენდეს. ნუ იტყვი უარ ცხოვრების ლამაზ ფერებზე, ერთი შავი ზოლის გამო. დედაზე იფიქრე, იმაზე იფიქრე, ვისაც უყვარხარ. კარგ დღეებზე იფიქრე. კარგია, ერთმანეთს რომ შევხვდით. ჩემი სუნთქვა გახდი. ჩემი ცხოვრების იმედი გახდი. მადლობა ყველაფრისთვის. თავს მარტოსულად რომ იგრძნობ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ახლობლების დაკარგვის ტკივილს. ერთად გადავიტანთ. სიკვდილამდე არ დავშორდებით, ხომ ასეა? სანამ შენ არ მოისურვებ ამას, მე არ მიგატოვებ. ვიცი. დედის დაკარგვის ტკივილი ჯერ კიდევ ღრმა არის. შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ თუ გინდა, შეგვიძლიაახლავე დავქორწინდეთ. მინდა რომ ბედნიერი იყო და გაბრწყინებული თვალებით მიყურებდე. ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ მინდა. მინდა შენი ცოლი გავხდე. მინდა ისე მოკვდე, რომ შენი ცოლი ვიყო. ჩვენი შვილი დიდებულ დემიროღლუს გავაყოლეთ და შეხედეთ რა მდგომარეობაში ვარ. წვნიანის საყიდლად ფული არ მაქვს. ფონტუშა ახალია? ახალია ძმაო. არ გინდა ახლა ასეთ დროს ახალი ფონტუშა არ არსებობს. მოგცე თუ არა? მომეცი. თითქოს სხვა არჩევანი მქონდეს. მადლობა ძმაო. თვალებში მიყურებდა და ისე მითხრა, რომ მხოლოდ ჩემს გვერდით ვერ გრძნობს დედის დაკარგვის ტკივილს. ნეტა ვიცოდე როგორ ცუდად გავხდი. მართლა? სიყვარული ნებისმიერ ტკივილს კურნავს. ნებისმიერს. ჩემი ცხოვრება მთლიან ბედს მივანდე. გამოდის რომ ჩემი ბედი ასეთია. რაც არ უნდა გააკეთო, აზარს მაინც ვერ ივიწყებ. ვის შეუძლია უარი თქვას თავის სიყვარულზე? მე არა ძმაო.
მე არა, აზალმა თქვა უარი ჩემზე. ჩემი სიყვარული და გული დამმარხე. უნდა დავივიწყო მათი საფლავი სად არის. სხვა გამოსავალი არ მაქვს. ზოგჯერ მის მზერას რომ ვიჯერ შიგნით. ყველაფერი მიშეშდება. გული მტკივა ძმაო. ჩემს თავს ვეუბნები. კენან, რაღაცის იმედი მაქვს. მერე ვუყურებ და ესე ვიმკაცთან ბრუნდება. მერე ასე მარტო რჩები და არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ასეა. ვიღაცისთვის იმედი, სიყვარულის სამალია. ვიღაცისთვის კი შხამი. კარგად ხარ? უკეთესი დღეებიც მქონდა. ილდირი მენატრება კენან. ძალიან მენატრება. ეს ქალაქი არავის არ დაეხმარა. იქნება ამის უფლებას არ ვაძლევთ, ძმაო. იქნება იმისთვის ვართ, რომ ირმაკმა ჩემი გული განკურნოს, ვინ იცის. არაფერი მინდა ძმაო, გეფიცები, არაფერი. არც ფული, არც რამე სხვა. ძალიან დავიღალე ძმაო. ძალიან დავიღალე. გეფიცები, ძალიან დავიღალე. მოგბრძანდით ქალბატონო ჰაზალ. მადლობა, ვურალი თავისთან არის? არა. Hazal? დამცინი? ეს რა არის? რა საბუთები მოგიმზადებია? ეს საკმარისი არ არის. ხოლო ამის გაკეთება შემიძლია. თუ არ მოგწონთ, ვინმე სხვას მიეცით, რომ გააკეთოს. სხვას? მართალი ხარ. მუშაობის გარდა ყველაფერი შეგიძლია. ახლავე ჩაალაგე შენი ბარგი და აქედან წადი. ეს ადგილი იმას ეკუთვნის, ვინც ნამდვილად მუშაობს. რას მეყურებ? როგორც ჩანს ვერ გაიგე, განთავისუფლებული ხარ. მაგრამ ამის უფლება არ გაქვთ. ახლავე ჩაალაგე ბარგი რომ გეუბნები. ბუღალტერიაში უთხარი შენი ანგარიში რომ დახურონ. ნათელია ფული რომ დაგჭირდება.
შენი აზრით, იმდენად სულელი ვარ, რომ იქ დავდო ის ნივთი, რომელსაც ეძებ. შენი დრო იწურება, შენ აქ რას ელოდები? ვურალ, მესმინე. შემომხედე. მეთევზესთან გაიქეცი? აზიზ ტოპრაკს ელაპარაკე? ტკივა, ხელი გამიშვი. რა გითხრეს? არა მიხსნა, გაჩუმდი. რაც არ უნდა იყოს მათი ახსნა შენთვის არ არის მნიშვნელოვანი და არა ჩემთვის. ამას რატომ აკეთებ? შენს გამოვაკეთებ, არ გესმის? თავიდანვე მე რომ ყვარებოდი, ახლა არჩევანის გაკეთება აღარ მოგიწევდა. ყველაფერი შენი ბრალია. წარმატებები დედა. მადლობა შვილო. იმედი მაქვს ყავის დასალევად დრო გააქვთ. მაქვს, რა თქმა უნდა. როგორ არ უნდა მქონდეს. ყავას მოვადოღებ. ისმის? რამე ახალი ამბები? არა შვილო. დაკრძალვიდან რომ მოვდიოდი, ისევ გადამეკიდა. ამის მერე არაფერი მომხდარა, ვნახოთ. როგორც ვიცი, დაკრძალის შემდეგ ხაზას შეხვდით და მერე ძმა აზიზიც მოვიდა. ხო, მოვიდა. ცოტა ვილაპარაკეთ. კენან. ხაზალი კარგად არ იყო იმ დღეს. სიმართლე გითხრათ, მეც შემომჩნიეს. მისი პრობლემა ვერ გავიგე. ანუ ძმა აზიზია თუ ვურალი ვერ მივხვდი. ვიფიქრე იქნებ შენი სირამე. საიდან დავიცოდე შვილო? რესტორანი გავხსენი იმისთვის, რომ ყოველდღე ვნახო ჩემი შვილი. ჩემ შვილს კი პრობლემები არ უმთავრდება. კენან. ყურადღება მიაქცია, კარგი? ამიერიდან მეც სასახლეში უნდა ვიცხოვრო. ირმაკზე ვქორწინდები. სიკეთის მომტანია ნეტავ. ასე მარტო რატომ ზიხარ? საიდან გაიგე აქ რომ ვარ? ადამიანი ყურადღებას უნდა აქცევდეს იმას, ვინც მისთვის ძვირფასეა. ომასეა. ჩვენს მადლობა ღმერთს ყველგან გვაქვს თვალები და ყურები. მამებისთვის ის დღე, როცა შვილს საქორწინო კაბაში ხედავენ. ის დღე არის, რომლესაც ყველაზე მეტად ეშინიათ. იცოდი? ახლა რატომ თქვი ეს? საერთოდ არ ვიცოდი. ეს წლები რით ცხოვრობდი. 25 წლის განმავლობაში. კარგად ცხოვრობდი თუ არა? ფიქრობდი, როგორ ცხოვრობდი ეს წლები. აზიზ ტოპრაკ. უილად გიცხოვრია. ბედია, რომ ახლა შევხვდით. ამდენი წელი ერთმანეთის არსებობის შესახებ არ ვიცოდით. როცა დედა შენთან ერთად ყოფნა ვერ შევძელი. მის მერე ბედს აღარ ვენდობი. არ დავქორწინდი და მარტო ვიყავი. ვერავის შეხვდი, ვინც შეგიყვარდებოდა. წლები ფიქრობდი, რომ მან მიგატოვა. როცა დავინახე პირველივე დღიდან, ეს მისთვის ფეთქავს. იმაზე ქორწინება, ვინც არ გიყვარს, იგივეა. ჯოჯოხეთურ ცეცხლში იწოდე შვილო. არც ჩემი თავის,
არც ხრისი ჩაგდება არ მინდოდა ამ ცეცხლში. შენი გაბრაზება ყოველთვის სხვებზე გადაგქონდა? ბევრი ცოდვა მაქვს შვილო. ჩემი დღეები ციხეში გავატარე. მაგრამ ორ რაღაცას ყოველთვის ვიცავდი. ჩემს სიყვარულს და ჩემს სინდის. ეს რა არის? ნათელში იყოს მისი ცული, მამა ჩემო მომცა. ჩემს გვერდით რომ არ იყოს. მის ხელს ჩემს მხარზე ყოველთვის ვგრძნობდი. როცა ვნებდებოდი და ვამბობდი, რომ გამოსავალი აღარ არის. სულ ყოველთვის მიცავდა, ჩემთან იყო. იმედს მაძლევდა. ვერ გამოგართმევ, ის შენ გიცავდა წლები. ახლა შენ ხარ ჩემი იმედი. ამიერიდან დედამიწას რომ დაიწვას არ დაგშორდები. მაგალითად, რამე შეგიმთხვა და მე შენს გვერდით არ ვარ. ეს ხელში აიღე და იგრძენი. იგრძენი რომ მე შენთან ვარ. კარგი? ქალბატონი ჯანანის გარდაცვალების შესახებ არის რამე ახალი? რამოდენიმე ახალი ამბავია. უმოკლეს დროში ყველაფერი გაირკვევა. მოხარული ვარ. ანუ თუ რამის გაკეთება შემიძლია, დახმარება თუ დაგჭირდებათ, ყოველთვის აქ ვარ. აქ ვიქნები. ეს შენ არ გეხება ებრუ. წადი და შენ საქმეებს მიხედე. საქმეები აღარ მაქვს. დეფნემ გამანთავისუფლა. დასარჩენიც არ მაქვს. ებრუ დამიჯერე, ახლა ჩემთვის ყველაზე ბოლო საფიქრალი შენ ხარ. ვურალ. მისმინე. უკან უნდა დამაბრუნო, სახლშიც და კომპანიაშიც. გაიხსენე შენთვის რა მაქვს გაკეთებული. და კიდევ შენს გვერდით თუ ვიქნები, უფრო დაგახმარებე ჰაზალის საკითხთან დაკავშირებით. კარგი, კარგი. ნახავ ისე გაკეთება შეიძლება. ჩაწყნარდეს ყველაფერი. როგორ ვიპავა? სად დადე? კენან? აქ რას აკეთებ? მისმინე, ნებისმიერ დროს შეიძლება ვურალი მოვიდეს. არ ინერვიულო, ბევრ დროს არ წაგართმევ. რა მოხდა? ურალს ცოლად რომ გაყევი მის მერე. ძალიან ძვირად დამეჯდა ყველაფერი. აზალ, მეთევზე კენანზეც უარი ვთქვი. ახლა საერთოდ არ არის ამის დრო, გთხოვ, გადი. მაშინ როცა ახლიდან დაწყება მინდოდა. ყოველთვის რაღაცა მიშლიდა ხელს. ძალიან დავიღალე ჰაზალ. მე და ერმაკმა ქორწინება გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება სწრაფად. იქნება მშავ მარგალიტს მოაქვს. ამ მარგალიტს მოაქვს ჩემს ცხოვრებაში უბედურება. ისედაც მხოლოდ კიბირს მახსენებს ის.
გინდა რომ მე მახსენებდეს? როგორც ვხედავ, შენთვის ახალი, ნორმალური ცხოვრება აშენე. ხო. ჩემი ქმარიც მიყვარს. გამოდის რომ მან წარმატება მოგიტანა. გამომართე, შენ კონდეს. გამომართე, ჰაზალ. ჰაზალ. ამიერიდან მესმინდა ბედნიერი რომ ვიყო. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებული აჯარა ნეთქომის მიერ. ბურალ. ძმაო. ძამიკო. ძმაო. რამე მითხარი? ძმაო. მორჩა. მორჩა. აქ ვარ. აქ ვარ. კარგად ვარ. კარგად. კარგად ვარ, არ ინერვიულო. გთხოვ, წამლები რეგულარულად მიიღე, გთხოვ. კარგი, კარგად ვარ. ჩვენი დედიკო აღარ არის. ერთმანეთის გარდა აღარავინ აღარ გვყავს. ახლა მინდა რომ დამპირდე. მითხარი საყვარელო. რომ კარგად იქნები. რომ ამიერიდან ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები. რომ ჩემს გამო ყველაფერს გააკეთებ. გპირდები, ჩემო ძვირფასო. გპირდები.
ხელში რა გიჭირავს? გამათავისუფლეს. რატომ? მიზეზი დაივიწყე. ასე თუ ისე მაინც დაუბრუნდები. ვურალს ველაპარაკე მოაგვარებს. ანუ უნდა მოაგვაროს. ვურალს სხვა რამეზეც ელაპარაკე? ხო. ამიტომაც დაგიძახე. როგორც ჩანს, ვურალს მტკიცებულებები აქვს. ძალიან დარწმუნებული ლაპარაკობს. საინტერესოა. მაგათ მოიპოვეს იარაღი. არ ვიცი. შეიძლება. იმ დღეს იქ რომ წახვედი, ხალხი რომელიც იქ იყო და ვინც იარაღი იპოვა, ალბათ ვურალის ხალხი იყო. ალბათ. ახლა რა უნდა ვქნათ? რამე უნდა მოვიმოქმედოთ, ახმედ. მე რა უნდა გავაკეთო, ებრო? ამბობ შეიძლება მათ იპოვესო იარაღი, მე რა უნდა ვქნა ახლა? რამე უნდა მოიმოქმედო, ახმედ. თუ გაიგებენ იარაღის მფლობელი ვინ არის, ყველაფერი გაირკვევა. გაიგე? ებრო. ესე იგი, ასე უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ? თვალსადევნებ ყველაფერს ძმაო, არ ინერვიულო. თავის დროზე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მეც არ მესმის. რაც მეც ვფიქრობ, მით უარესია. დედას გარდაცვალებამ ყველა გაგვენადგურა. ყველაზე მეტად მე. ბოლო დროს რაც უფრო მახსენდება, როგორ ნერვიულობდა ჩემი ავადმყოფობის გამო. უფრო უარესად ვარ. ჩვენთვისაც რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ასეთ რთულ დროს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მალე დავქორწინდეთ. ისმინე ყველა ზღვარს გადაცდი უკვე მეთევზე. ირმა გესმის რას ამბობ? ირმა საყვარელო, ჯერ დედა შენის დაკრძალვა არ გასულა. პატარა ასე რატომ ჩქარობ? ირმა გმისმინე. ჩვენი მწუხარება ჯერ კიდევ ახალია. ახლა ქორწილის აღნიშვნის მდგომარეობაში არ ვართ. თხოვთ. წვეულებაზე კი არა, ხელის მოწერაზე ვამბობ, ძმაო. შენ მოიფიქრე ეს ყველაფერი, ხო ასე მეთევზე? მაგრამ მე შენ გაჩვენებ. ძმაო, გთხოვ. ისმინე ირმა ეს ქორწინება არ იქნება. დედა რომ ცოცხალი იყო, შეიძლება ასეთ სისულელეს დაუშვებდი, მაგრამ ახლა ყველამ გაიგოს, გადავიფიქრე. ვურალ გესმის რას ამბობ? მომისმინე, შენ საერთოდ ხმა არ მოიღო ამასთან დაკავშირებით. ამას შენ არა, ირმა კი გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ დედა არ არის, შენი მოსაზრების წინააღმდეგი ვარ. სინან დაწყმერდი სიყვარულო. რას ნიშნავს არჩევერიო, ვინ ხარ? ჩემი ცხოვრების მართვას რომ ცდილობ. მე ამ ოჯახის უფროსი ვარ, ახლა გაიგე? შენ ხომ დამპირდი? ხომ დამპირდი, რომ ყოველთვის გამაბედნიერებდი? ირმა საყვარელო, არ გესმის ეს კაცი გატყუებს. მისი მიზანი შენთან ქორწინება არ არის. გინდა შენ თუ არა, ჩვენ დავქორწინდებით. ირმა გზე უნდა დავქორწინდე. და მისი ჭრილობები გავკურნო. მისი მწუხარება გავიზიარო და მის გვერდით ვიყო. გარდა ამისა, ამას მხოლოდ მისთვის არა, ჩემთვისაც ვაკეთებ. იმიტომ რომ მის გვერდით ძლიერი ვარ. მის გვერდით მომავლის იმედები მაქვს. მით უმეტეს ვურალ დემიროღლუ. ამბობენ რომ კაცი, ნამდვილი კაცი მაშინ ხდება, როცა უყვარდება. მე მაშინ გავხდი ნამდვილი კაცი, როცა შემიყვარდა. შენ? შეგიყვარდა და ისევ ისეთი ადამიანი როგორ დარჩი?
ჩემო მელიქ, სამოთხის სურნელით. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყავი. ჩემი მზე გახდი და ჩემ გზას მინათებ. ჩემი სუნთქვა გახდი და სიცოცხლე მაჩუქე. ღმერთია მოწმე, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემზე უარი თქვი, იმ რთული წლების განმავლობაში, შენზე უარი არასდროს არ მეთქვამს. ვერ ვამბობდი. ჩვენი ხანგრძლივი ცხოვრების 26 წლის განმავლობაში დაღლილი გულით და ჩვენი წერილებით. იცი, დედა ყოველთვის ურას არჩევდა ჩემგან. ის უფრო მეტად უყვარდა. არასდროს არ აძლევდა შენიშვნას. იმასაც ვერ ხედავდა, რამეს თუ აშავებდა. მაგრამ მე თუ აშავებდი, იმას ყოველთვის ხედავდა. ამას მე მიყვებით? ჩვენი ოჯახი უნდა გენახათ. ყოველთვის ჰაზალი. მაგრამ დედა მაინც მეყვარდა. ყოველთვის იმ იმედით ცხოვრობდი, რომ მეც შეუყვარდებოდი. იქნებ თავის სიყვარულს უბრალოდ არ გაჩვენებდათ. მაგრამ ყოველთვის მეჯეროდა, რომ ისეთი მზერი ჩემამხედავდა, როგორც ვურალს უყურებდა. კიდევ ერთი შანსი რომ მქონოდა. კიდევ ცოტა დრო რომ მქონოდა. იმისთვის, რომ მისი სიყვარული დამემსახურებინა. არ ვიცი რა გითხრათ ბატონო სინან, ძალიან მწუხვარ. ძალიან მწუხვარ. ძალიან მწუხვარ. მადლობა. კარგია რომ მოხვედი. შენი მოსვლა საკმარისია. მაგრამ ბატონობით რომ მომართავ, კარგი? გეყოფათ, გაჩუმდით. ხელი საღამო თქვენ უნდა გისმინოთ. ვინ ხარ რომ გვაჩუმებ? გაჩუმდები. და თუ არ გავჩუმდები? გაჩუმდები მეთქი. ადექი. ადექი. მიდი ადექი. რა საკეთებთ? გაეთრიეთ. არ შეეხოთ. გაეთრიეთ, არ შეეხოთ. გაეთრიეთ აქედან. რას უყურებ?
თქვენ კიდევ მიიღებთ. რა სიზამ? წამოდი. წამოდი. კარგი. რატომ? ეს რატომ გააკეთე? უარესი რომ მომხდარიყო? არაფერი არ მომხდარა. რიგზე არ ხარ. სახლში უნდა წახვიდე. არა. დღეს ღამე იმ სახლში დაბრუნება არ მინდა. შენ ჩემი წარსული ხარ. შენთან ერთად ყველაზე ბედნიერი ვარ. უშენოდ ყველაზე ცუდი დღეები გავიარე. შენ ჩემი დღევანდელი დღე ხარ. ხელი არ გამიშვა. უშენოდ და შვილის გარეშე არც ერთი დღე არ დამტოვო. Tam 26 yıl 26 წელი benim gibi bu გელოდებოდა ეს ბეჭედი. bu yüzü პირდები რომ doğru zaman საჭირო დროს parmağına takacak. ამ ბეჭედს გაიკეთებ დიდზე. Çok acıyor. ძალიან გტკივა? შენი დრო მოიწურა.
ახლა მითხარი. აზიზ ტოპრაკი თუ? კენანი. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ.